მეგობრებო, საერთო გაშლას გიკეთებთ ახლა. თემა არის ცოტა ესეთი ფიქრობ, ცოტა ფსიქოლოგიურ დამრიგებლური და ამდენად მოგწონთ ესეთი გაშლები დამიწერეთ და საერთოდ თქვენთვის ასრული საერთო თემატიკის კომენტარებში დამიკომენტარეთ, რა თემა გინდათ ხოლმე, რომ გავაკეთო საერთო გაშლებისთვის, რასაც ვითვალისწინებ ყოველთვის. თითქმის 100%-ით თუ არ ამომვარდა თავიდან. თემა არის დღევანდელი, ეხლა კონკრეტულად ამ გაშლის ის რა გაკვეთილებს გასწავლით სამყარო და რას ვერ ათვიცნობიერებთ, ვერ გაარკვიეთ ჯერჯერობით რა უნდა შეცვალოთ ამ ხრივ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში ტელეგრამი აღარ მაქვს. თუ კონკრეტულად ეს გაშლა არ დაემთხოვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის ასურველი გაშლა. გამოწერა, ლაიკები, ენერგოცვლისთვის შეგახსენებთ აუცილებელია. რომ გავიგოთ, რამდენად ეს გაშლა თქვენია, ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიებში ხართ გავიგოთ და მიხვდებით აქედან თქვენია ეს გაშლა თუ არა. ორიან პინდაკლი აწონ-დაწონის რეჟიმი გაქვთ, ორიანი მაღალი არკანი, ქურუმი ქალი, აი აწონ-დაწონა, ორიანი, რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებით, რაღაცა შემოთავაზდება შეიძლება გაქვთ, ორი მიმართულების სამუშაოსი, თქვათ, შეიცვალოთ რეჟიმი, სხვა სამსახურზე გადახვიდეთ, ვინაიდან იქ უკეთესი, უფრო მაღალი ხელფასია და უკეთესი სამუშაო რეჟიმია, უკეთესი კოლექტივია, რაღაცა უფრო კარგი სიტუაციაა და ასევე გაქვთ უახლოესი მომავალში პერსპექტივა სიტყვაზე, რომ მიიღებთ დაწინაურებას, რომელსაც ელოდებოდით. თვეებია, წლებია, შესაძლებელია და აი უკვე ყუყზეა უნდა დაგაწინაურონ და ფიქრობთ, მაგალითს ეგეუბნებით, ფიქრობთ, წახვიდეთ იმ ახალ სამუშაოში და სადაც ნოლიდან უნდა დაიწყოთ და გააცნოთ თქვენი პიროვნება იმ კოლექტივს, უფროსობას და მოაწონოთ თქვენი თავი და როდის მერე კიდე დაწინაურებაზე წარგადგენენ, ასე ვთქვათ, თუ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მიაწვეთ და აი დამსახურებული თქვენი დაჯილდოებული პრემია, მაღალი საფეხური სამუშაო რეჟიმში და მაღალი ხელფასით შესაბამისად უკვე მიიღოთ იქ, სადაც უკვე გაფასებენ და წარმატებული, ასე ვთქვათ, პიროვნება ხართ. ასევე შეიძლება იყოს აწონ-დაწონა ორ პიროვნებას შორის, რომელთანაც გაქვთ ორი ვარიანტი, ხვდებოდეთ ერთს თუ მეორეს და ამ არჩევანში ხართ, აწონ-დაწონაში ხართ, რომელი ჯობია აფასებთ, რომელი უფრო სიმპათიურია, რომელი უფრო ჭკვიანია, რაღაცნაირი აწონ-დაწონის რეჟიმი გაქვთ. ასევე შეიძლება იყოს მომდის ინფორმაცია და ამასაც ვიტყვი, შეიძლება იყოს რაღაცნაირად ყოყმანის რეჟიმში გაიკეთოთ თუ არა რაღაც პლასტიკური სილამაზის რაღაც ერთ-ერთი, არ ვიცი, ბოტოქსი იქნება, რამე ჩარევა იქნება, წარბის აკაჩვა იქნება, მკერდის გადიდება, საჯდომის გადიდება, ტატუს დახატვა, ესეც რაღაცა ესეთი შემოქმედებითი ცვლა განახორციელოთ თქვენ ვიზუალში, თქვენ მომხიბვლელობაში და ესეთი აწონ-დაწონის რეჟიმში ხართ, ღირს რო გარისკოთ და გაიკეთოთ თუ არა. თუმცა ორიან პენტაკლით ეს უბრალოდ მე მომდის ინფორმაცია და რამდენად ასეა დამიწერეთ, ვისაც გაქვთ ეს სიტუაცია, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მომდის ამაზე ინფორმაცია და მცირე ნაწილისთვის, მაგრამ ასეც იქნება. ორიანი მაღალი არკანით შესაძლებელია ძალიან გიყვართ ტაროლოგია, მოსმენა, ტარო გაშლების, საერთო გაშლები იქნება, თუ შეიძლება პირად გაშლებსაც შესაძლებელია ტაროლოგთან ახორციელებთ და აკეთებთ. ასევე ეზოთერიკა ძალიან გაინტერესებთ, გიყვართ ნუმეროლოგია, გამოკვლევები თქვენ თარიღთან დაკავშირებით, ბედის მატრიცა იქნება, ეს ჰოროსკოპები იქნება, ეზოთერიკის მიმართულებით, საერთოდ აი ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ბევრი რაღაცის შესწავლის მდგომარეობაში ხართ, შესაძლებელია ჩემი კოლეგები, ტაროლოგებიც ბრძანდებით და ნათელმხილველ წინასწარმეტყველური შეგრძნებებით ადამიანები დაჯილდოებული ამ ნიჭითაც ძალიან ისეთი კარგი მესამე თვალის და გონების ფსიქოლოგიურად წარმატებული ადამიანი ბრძანდებით მინდა გითხრათ, რომელიც თავისი ემოციური ფონის დაბალანსებას მიმართულია ახლა, კონკრეტულად 14 მაღალი არკანით ცდილობს რაღაცნაირად
სტრესებისგან შორს იყოს, თავის ემოციური ფონი დაიბალანსოს, შესაძლებელია ლოცვები გაძლიერებული გაქვთ, რასაკვირველია მარხვის პერიოდზე და ბოლო 2 კვირა აღდგომამდე დარჩენილი კონკრეტულად ამ გაშლისთვის, გაშლა მოქმედებს, როცა ნახულობთ მაშინ, თუ აღდგომის მერე ნახავთ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედებს, თუ ამოგივარდებათ და ნახულობთ ამ გაშლას, მაშინ როცა ნახულობთ. ემოციური ფონის დაბალანსებას ასე იგი მიმართული ხართ აქეთკენ, რომ ნერვები არ აიშალოთ ტყუილა უბრალოდ. ასე იგი ვაგრძელებთ მეგობრებო, სტუმარს ელოდეთ. იმიტომ რომ მომივიდა სტუმარი. თავს სტუმარი არ არის ოჯახის წევრია, მაგრამ მაინც. ესე იგი, გავიგოთ, რას გასწავლით სამყარო და რა ვერ გაითავისეთ, რა უნდა შეცვალოთ. რას ვერ ხვდებით. დადიხართ შეიძლება ერთ წრეზე სამყარო 10 ჯერ გაჩვენებთ ერთი და იგივე მიმართულებას და ვერ ხვდებით. რაშია თქვენი სისუსტე, მოდი გავიგოთ პირველ რიგში, თუ ამთხოვთ რომ ენერგეტიკით რომ თქვენია ეს გაშლა, ორჭოფობაო მეუბნები. ისევ ორიანი ამოდის. აი, გეუბნებით, თქვენი მინუსი და გამოსასწორებელი თემატიკა არის ის, რომ ბევრს ყოყმანობთ, ბევრს ფიქრობთ, ბევრი ორჭოფობა გაქვთ, ღირს გარისკვა, არ ღირს გარისკვა, გადავიდე იმ სამსახურში, არ გადავიდე და დაველოდო აქ დაწინაურებას. აი ეს ორიან ჟეზლი არ გასვენებთ, სულ ყოყმანობაში ხართ, სულ რაღაცა სამყარო გიტრიალებთ ისე, რომ სულ არჩევანის წინაშე გამყოფებთ და აი ეს ორჭოფობა, გადაუწყვეტილობა შესაძლებელია ჰოროსკოპით წარმოადგენდეთ სასწორის ნიშანს ძალიან უჭირთ ბალანსი და არჩევანის გაკეთება, როგორც წესი სასწორის ნიშნებს, მაგრამ არ არის აუცილებელი ყოველთვის, უბრალოდ ვიძახი. ძალიან ორჭოფი ადამიანი ხართ, აი გადაუწყვეტელი. აი ესე ფიქრობთ როგორც ჭანდრაკი, რა კარგად მესაუბრება კარტი ნახეთ. აი ძალიან ორჭოფობთ. აი როგორც ჭადრაკის თამაში, აი ისეთი ნაბიჯების გადადგმა გიყვართ, შესაძლებელია თვეობით აი ეს ერთი პარტიას აგრძელებდეთ და 100,000 ჯერ ფიქრობდეთ, ღირს ეს ნაბიჯი რო გადადგა თუ არ ღირს. აი რაღაცა შახმატი გინდათ ხოლმე რო გააკეთოთ ყოველთვის და არა უბრალო ნაბიჯები, პატარა პაიკის ნაბიჯები არა, აი რაღაცა განსაკუთრებული რომ აპლოდისმენტები დაიმსახუროთ მაგალითად თქვენი უფროსობისგან, თქვენი ოჯახის წევრებისგან, საყვარელი პიროვნებისგან, მეორე ნახევრისგან, თქვენი რაღაცნაირი აი განსაკუთრებულად ლოგიკურად მსჯელობა და 10,000 ფსიქოლოგიური ჩახვევებით და ღირს არ ღირს, გამიმართლებს არ გამიმართლებს, იქ როგორი მთვარეა, ვენერა რეტროგრადულია, აი 10,000 მიზეზი არ გელევათ იმისთვის, რომ ფიქრი და ნაბიჯს ვერ დგამთ და ვერ აანალიზებთ იმას, რომ ზოგჯერ სწრაფი უბრალოდ გაგინათ და მოიფიქრე, მიმართო შენი ენერგეტიკა, როგორც ვერძებს აქვთ და ესე იგი გააკეთო პირდაპირ და არ იორჭოფო მუდამ, რომ აი ესე რატომ ფიქრობ, იქნებ ესე ჯობია, ანუ მიხვდი რაღაცა გაგინათ და უნდა გადადგა უკვე მოქმედებისკენ ნაბიჯები. ძალა მერვე მაღალი არკანი, მე-11 მაღალი არკანი მაპატიეთ, რომელიც არის რაღაცა ძალის დემონსტრირება, რომ ძალიან ძლიერი ხართ, შინაგანად ამას აჩვენებს სამყარო და შესაძლებელია თქვენ ეს სიძლიერე ცოტა არ იყოს ადამიანების სტრესის მართებთ, ასე ვიტყოდი, შესაძლებელია ხმამაღალი ტონალობით გიყვართ უბრალოდ ლაპარაკი და ხალხს გონია, რომ საერთოდ ქართველები ისეთი ცეცხლსისხლიანები ვართ, ხმამაღლა ვსაუბრობ და უცხოელებს ყოველთვის გონია ხოლმე, რომ ვეჭხუბებით ერთმანეთს, ისეთი სიტყვები გვაქვს თან მჭახე, რაღაცნაირი ტონალობა გაქვთ, აი ხმის ტემბრიც კი გაქვთ, ისეთი რომ შესაძლებელია ადამიანებს ეშინიათ უბრალოდ თქვენი რაღაცნაირად შიშს იწვევთ, რიდს იწვევთ, ისეთი პიროვნება ხართ, შეიძლება ძალიან სერიოზული, უბრალოდ გამომეტყველებით, ვინც კარგად არ გიცნობთ, ეშინია ადამიანებს თქვენი და აი ეს უნდა შეცვალოთ, სამყარო გეუბნებათ, როგორ უნდა შეცვალოთ. ბევრი სტრესი და ბევრი ფიქრი, უძილობა და ორჭოფობა არ გამოგადგებათ, რაზეც იმუშავებთ თემატიკას და მიხვდით სწრაფად და გაგინათდებათ, იქეთკენ უნდა იაროთ, იმპერატრიცა ხართ, მიიღეთ.